ზანდით ძალიან მაღალი ხარისხის ავტომობილია. უყურეთ, დაბზანდით. აი, ჩვენ კარგად ხოზი ხარ. აი, მოიწიგიო, აი შეხედე. ეს ქალისთვის ხო არის ვაფშე აი სასწაული. ამას ჩამოწერე, დაკოქილია? უყურე. აქედან შეხედე ვიზუალურად. შეხედე. ჭერი მთლიანად იხსნება, ხო? პანორამული ჭერი ლუქით. აი უყურეთ როგორია. ვიზუალურად ძალიან მაგარია. მოდით. აქედან ნახე. და ისა ზვიადი მოდი დაკეტე. აი დაკეტე. ეს ავტომატურად ჩაკეტე. აი შეხედეთ. აი უყურეთ. მე არ ვიცი. ეს ავტომობილი გამოუშვა ჩინეთმა რაღაცა სასწაული. არის ავტომობილი, რომელსაც აქვს გარანტია, ელექტრო, ავტომატიკა და 4x4-ზე, ხო? უკეთესი არ არსებობს. ახლა უყურე, გიო, ერთი წუთი არ გაინძრე. ჩვენ დიდარი კაცი ხარ და გიო არის მდიდარი კაცი ვიძია. ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება, აი, შეხედეთ. გიომ შეიძინა iPhone. და წუხელ iPhone რო შეიძინა 60 კაცი ყავდა სუფრაზე, აიგე? რო აგვეღნიშნა iPhone. უყურე ახლა. აი ეს iPhone. არის თელ საქართველოს და, ხო? ვისაც დღეს საშუალება აქვს. თორა და აქვს iPhone 16, 15, 12, ხო? ეს iPhone საიდან მიდის? სად კეთდება? ეს ხო არის ყველასთვის მისაღები. ყველა ადამიანისთვის ხო მისაღები და სად კეთდება? ჩინეთში. და თუ iPhone-ი ამ დონეზე გააკეთეს, შეხედე. და აი მე არ მაქვს iPhone, იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის საშუალება. კაცს აქვს საშუალება და იყიდა, ხო? და არის საუკეთესო, ხო? ბედნიერებაში. აი უყურე, ახლა დათო. უყურე, კარები როგორ იკეტება უბრალოდ. უყურე, ნახეთ. აი უყურე. დიახ, მოიწიგიო, უყურე. შეხედე. მსგავსი ავტომობილი მე არ ვიცი, აი მე მინდა მართლა გეუბნებით რომ მოიწიეთ ბიჭებო ახეთ. მე კოტე, უყურე როგორ არის. აი ეს ავტომობილის ვიზუალი, მოტორი, კაროვკა, გული, რამე თუ არსებობს, ასეთი დიზაინის ავტომობილი თუ გაკეთდებოდა, მე ვერ წარმომედგინა და მე მინდა მართლა აი ამ ვინც ამის დიზაინი გააკეთა მას დიდი მადლობა გადაუხადო. უყურე, ჩვენ ეს ავტომობილი, ვინც მე მიცნობს, დამიჯერეთ რომ ნუ დახარჯავთ გოიმურ მანქანებზე, ამერიკიდან მოყვანილ გადაჭრილ და ჩაძირულ მანქანებზე ფულს და მე ქუჩა აქედან ბათუმამდე რო ჩახვიდე 700 მანქანა შეგხვდება გაფუჭებული. ნაავარევი, რატო? როგორ შეიძლება ჩვენ ხო შევესწარით? ანი ცხვირი მოიტანეს ამერიკიდან და უკანა მხარე დუბაიდან. ერთმანეთს მიაკრეს და ეს მანქანა არასდროს ავტომობილი არასდროს არ იქნება. ამიტომ ჯობია ცოტა გაიჭირო და იყიდო კარგი ავტომობილი და რა ფაში ვყიდით ევროპაში ღირს 120,000 евро და ჩემთან ღირს 27,900 დოლარად მივცემთ ჩვენ ავტომობილს, ხო? თან მარტო ექნება ნომერი ასაღები. არის ისეთი რამე კოდე, თქვათ, რომ რამე ვერ გავაგებიეთ ხალხს, მოსახლეობას. ფიქრობ რომ არა, იმიტომ რომ საბოლოოდ თქვენ კარგად თქვით, რომ საქართველოში უკვე ელექტრომანქანების ერა და უკვე ნამდვილად შეიძლება რომ BYD არის თან ბრენდი, რომელსაც შეგვიძლია ადამიანი ძალიან ენდოს და შესაბამისად ძალიან სტანდარტული ავტომობილი არის და პირველ რიგში მთავარი რაც არის და BYD უნდა შეიძინო ისეთ კომპანიაში როგორც ჩვენ ვართ, რომ შემდეგ უზრუნველყო იმით ნებისმიერი მომსახურება როგორც სასერვისო, ისე კომპიუტერული მომსახურება. თავარი ეგაა. აი ეს არის ავტომობილი, რომელსაც პატრონი ჭირდება, ხო? აი მე მინდა მოსახლეობას უთხრა, მე ვიცი როგორ ადამიანს აძლევენ დილერობას. როცა ხარ ოფიციალური დილერი, ბიჭებო, მაშინ ოფისი უნდა კონდეს და მარტო ამას უნდა ყიდიდე იმ შენს ოფისში თუ შენს შოურუმში. უნდა იყოს პროფილაქტიკა, უნდა იყოს მომზადებული ადამიანები, რომლებიც ერთი არის არ გვინდა ახლა რო ვთქვა ჩვენი კონკურენტი და სპეციალურად 3 ავტომობილი შევიძინეთ და სპეციალურად ჯერ არ ვამბობთ, იმიტომ რომ ის უნდა დაიხუროს. 3-ვე ავტომობილი გადაღებილი იყო და ხალხი დადის იმ ავტომობილით. და ჩვენ ვინ კოდები გვაქვს რომელია.
აი ამას ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენ ტრანსპორტნიკები ვარ და ის გუშინ რაღაცა 10 მანქანა ჩამოიყვანე და გაყიდე და ხალხს ატყუებ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვიცით ვის მოყავს, რა მოყავს, საიდან მოყავს და როგორ მოყავს. ახლა შენ წახვალ მანქანას ნაკლიკას ახსნი წელს და მიაწებებ 25 წლის ბირკას და ესე ყიდი და ხალხს ატყუებ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ბიზნესით ვართ დაკავებულები. ჩვენ ახლა ასოციაციას ვხსნით, ჩინური ავტომობილების ასოციაციას და ამ ჩინურ ავტომობილების შემოყვანას თუ ნებისმიერ ბიზნესს მე მინდა ხმამაღლა ვთქვა და დავასახელე კიდე ხალხს, რომელიც ხელს უშლის, ეს არის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში ზიან. და მარტო იმაზე მუშაობენ, ქვეყნის საქმისთვის კი არ მუშაობენ. ეძებენ კლიენტებს და მე ხალხს ატყუებენ აქ. კონსულებია და რა ვიცი უამრავი რამ ამ ჩინეთში. ეს ყველაფერი დასახელდება ხვალ ზეგ. ესე არ შეიძლება. შენ კონსული ხარ და შენი საქმე გააკეთე იქ, რას დაეძებ ქუჩა ამ კლიენტებს. გამოუგზავნი მანქანას, მეორე დღე მანქანა არ იქოქება და მე იძახიან ჩინური ავტომობილი. ჩინური ავტომობილი არის საუკეთესო დღეს. მოდი, ვისაც ავტომობილები უნდა, ეს ყველა გაყიდული ეს ავტომობილები როდისთვის შემოგდის? ახვევით 10-15 დღეში ეს ავტომობილები გვეყოლება დიდი რაოდენობით, ხვალ შეგიძლიათ მოხვიდეთ, დარჯდეთ, გაიაროთ და დაჯავშნოთ და ჩვენ გვექნება ისა გვეყოლება მომავალში კიდევ 3 ფერი, ხო? შავი, მწვანე, ეგრეთ წოდებული ჭაობის ფერი და ვერცხლისფერი. მე მინდა ვინც მე მიცნობს, მას უთხრა რომ მე ვამბობდი ელექტრომობილების დრო არ არის, ახლა არის ელექტრომობილების დრო. აგერ არის ელექტრომობილი, ეგერ დევს. დამტენი და გისურვებთ წარმატებას და დიდი მადლობა მინდა. გადაგიხადოთ რომელი საათია? 8:09 და ჩვენ უმუშაობთ. რატომ უმუშაობთ? იცი, იმიტომ უმუშაობთ, რომ წარმატებას მივახციოთ და ზოგიერთი იცი არ შეიძლება მუშაობა. კარგი გაგებით ყველაფერი შეიძლება. გისურვებთ წარმატებას და გელოდებით.